პაციენტო ტელემაყურებლებო, გადაცემა ჯანმრთელობა ტელეკომპანია გურჯაანის ეთერშია, გამარჯობა. მივესალმები ტელემაყურებლებს, ვინც გვიყურებს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. დღევანდელი ჩვენი გადაცემა ძირითადად ეხება ჰეპატიტს. ჰეპატიტი არის ეს ღვიძლის ანთება და ვირუსული დაავადება. აი სწორედ ამასთან დაკავშირებით ჩვენ სტუდიაში მოვიწვიეთ ფრანგულ-ქართულ სამედიცინო ცენტრის ექიმი ქალბატონი თამარ ბეციაშვილი. მოგესალმებით ქალბატონ თამარ. მოგესალმებით ბატონო ნოდარ. ისეთი გავრცელებული თემაა ეს. ისეთი აქტუალურია ჩვენს მოსახლეობაში, რომ ჩვენ გადავწყვეტეთ, რომ უფრო ფართოდ, უფრო მრავალმხრივად გავათვითცნობიეროთ თითოეული ჩვენი ტელემაყურებელი, რომ წარმოდგენა შეიქმნას იმისა, თუ როგორ ავიცილოთ თავიდან, რა პრევენციული ღონისძიებები გავატაროთ და საერთოდ რა არის ეს ჰეპატიტი, განსაკუთრებით C ჰეპატიტზე გვაქვს ჩვენ დღეს საუბარი. დიახ. გისმენთ. მოგესალმებით გურჯაანის მაყურებელო. მოგახსენებთ, რომ C ჰეპატიტი არის ერთ-ერთი ვერაგი დაავადება. C ჰეპატიტი არა მარტო საქართველოს, არამედ მსოფლიოს სოციალური და სამედიცინო პრობლემაა. მთელი მოსახლეობის, დედამიწის მოსახლეობის თითქმის მე-13 სხვადასხვა სახის ჰეპატიტებით არის დაავადებული. თითქმის 200 მილიონი ადამიანი იღუპება, 2 მილიონი ადამიანი იღუპება ყოველ წელიწადს C ჰეპატიტით კონკრეტულად. ასევე რაც შეეხება საქართველოს, საქართველოც ითვლება ერთ-ერთ ისეთ ქვეყანად, სადაც C ჰეპატიტი საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა. თითქმის მოსახლეობის 3% არის დაავადებული C ჰეპატიტით. დაახლოებით 200,000 ადამიანია არის დაავადებული ან ვირუს მატარებელი C ჰეპატიტით. C ჰეპატიტი ეს არის ქრონიკული პროგრესირებადი დაავადება, რომელსაც ახასიათებს შემდგომი ძალიან ისეთი გართულებები, რაც არის ღვიძლის ციროზი, ციროზკიბო, ღვიძლის უკმარისობა. ეს საკმაოდ რთული შედეგით შეიძლება დასრულდეს. C ჰეპატიტის გამომწვევი არის ვირუსი, RNM ვირუსი, რომელიც არის საკმაოდ ვერაგი. C ჰეპატიტის ვირუსს ახასიათებს სწრაფი ანტიგენური სტრუქტურის ცვლილება, რის გამოც ანტისხეულების ბრძოლა ანტიგენთან შედარებით რთულად მიმდინარეობს და ყალიბდება ბოლოს ინფექცია, რაც ძირითადად ჰეპატიტით გამოიხატება. C ჰეპატიტი ძირითადად გადაეცემა პარენტერალური გზით. ეს ნიშნავს, რომ გამავრცელებელი არის ადამიანი, დაავადებული ან ვირუს მატარებელი, რომელსაც სისხლში აქვს C ჰეპატიტის ვირუსი და ძირითადად გადაცემა ხდება სისხლის გზით. ამდენად ინფექციის მატარებელი ადამიანისგან შეიძლება მოხდეს ვირუსის გავრცელება, უშუალოდ მისი ნახმარი შპრიცის ხმარების შემთხვევაში, ან სისხლით დაბინძურებული ბამბის გამოყენების შემთხვევაში, ან ღრძილები, ვისაც აქვს სისხლდენი და იმისი ჩაგვდრისის ხმარების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, სტომატოლოგთანაც, მაგრამ ეს საყოფაცხოვრებო პირობებზე ვსაუბრობ. ხო. ასევე სქესობრივი გზითაც შესაძლებელია გავრცელება, თუმცა არ არის დიდი პროცენტი სქესობრივი გზით გავრცელების C ჰეპატიტის ვირუსის, დაახლოებით 1-3%-ამდეა. თუმცა უფრო დიდი პროცენტით და უფრო მეტად საშიშროებას წარმოადგენს მრავალპარტნიორიანი სქესობრივი ცხოვრების პირობებში ან ჰომოსექსუალებშიც უფრო მეტი ალბათობაა C ჰეპატიტის გავრცელების. ასე რომ საერთოდ რადგან სისხლით ვრცელდება C ჰეპატიტი, C ჰეპატიტის უფრო მეტი შემთხვევები გვაქვს ნარკოტიკების ინექციური გზით მომხმარებლებში და თითქმის 68% ნარკოტიკების მომხმარებელი, ინექციური გზით მომხმარებელი ძირითადად არის დასნებოვნებული C ჰეპატიტის ვირუსით. ასევე არა მარტო ინექციური გზით მოხმარება არის საშიშროება C ჰეპატიტის გავრცელების, არამედ კოკაინის მომხმარებლებშიც ასევე არის საშიშროება გავრცელების. იმდენად, რამდენადაც თვითონ კოკაინი აზიანებს ცხვირის ლორწოვანს და ამ ლორწოვანიდან შესაძლებელია მრავალჯერადი მოხმარების შემდეგ იმ ტუბის, რითაც შეისუნთქავენ კოკაინს, მოხდეს გავრცელება ვირუსის.
ასევე ვირუსის საშიშროება არის კოსმეტიკურ სალონებში, თუ არ არის გასტერილებული იარაღი, ასევე სამედიცინო გზითაც შესაძლებელია მოხდეს მისი გავრცელება, თუ არ არის შეუმოწმებელი სისხლის გადასხმის შემთხვევაში, ან შესაძლებელია სტომატოლოგიურ, როგორც თქვენ ბრძანეთ, ზუსტად სტომატოლოგებთან მოხვედრის შემდეგ, ან გაუსტერილებელი იარაღებით მოხმარების შემთხვევაში, ესე რომ, ესე იგი ძირითადად ტატუირების დროსაც, რა თქმა უნდა, ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც დაინფიცირებული სისხლთან იყოს შეხება და ის შესაძლებელია მოხდეს სხვა ადამიანის ორგანიზმში, არის საშიშროება იმისა, რომ გავრცელდეს C ჰეპატიტის ვირუსი. C ჰეპატიტის ვირუსი პლაცენტარულ ბარიერს საბედნიეროდ არ გადის. ამდენად ორსულობა არ არის წინააღმდეგ ჩვენება C ჰეპატიტით დაინფიცირებული ქალისთვის, თუმცა არსებობს შანსი დედიდან შვილზე ვირუსის გავრცელების. დაბალ პროცენტში, რა თქმა უნდა, მაგრამ ამის შანსი არსებობს როგორც ბუნებრივი მშობიარობის პროცესში, ასევე არც საკეისრო კვეთა არ გამორიცხავს გავრცელების საშიშროებას. რძით არ ხდება გავრცელება, C-ში არ გადადის ვირუსი, ამდენად C ჰეპატიტით დასნებოვნებულ ქალს არ იგრძალება შვილის კვება ძუძუცით, თუმცა უნდა იყოს აუცილებლად ძუძუსთავები ჯანსაღი და არ უნდა ხდებოდეს. არ გადადის შვილზე, ესე იგი პირდაპირ. არა, ესე რძით არ გადადის, მაგრამ თუ არის დაზიანებული ძუძუსთავები, მოფრთხილება ჭირდება მას, რომ არ მოხდეს სისხლის გზით გავრცელება. ძალიან მცირე პროცენტში, მაგრამ მაინც არ არის გამორიცხული, რომ სისხლი მოხდეს ადამიანის სხვა სითხეებში, როგორც არის შარდი, ოფლი, ნერწყვი, ამდენად მცირე, მაგრამ მაინც არსებობს ამ გზითაც გავრცელების საშიშროება, რა თქმა უნდა. თვითონ C ჰეპატიტი ძირითადად არის მწვავეც და ქრონიკულიც. მწვავე C ჰეპატიტის სრული გაჯანსაღების პროცენტი არსებობს დაახლოებით 20-30% შეიძლება რომ თვითგანგურნებით დამთავრდეს, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში, ესე იგი დაახლოებით 70-80%-ში C ჰეპატიტი ქრონიზაციას განიცდის და გადადის ქრონიკულ პროცესში. საერთოდ C ჰეპატიტს შეიძლება საერთოდაც არ ახასიათებდეს არანაირი სიმპტომატიკა. უნდა ითქვას, რომ მხოლოდ 10-20%-ში ახასიათებს გამოხატული სიმპტომები. სიმპტომები შეიძლება მრავალფეროვანი იყოს თუ არის, რა თქმა უნდა, შეიძლება საერთო სისუსტე შეიძლება ახასიათებდეს ადამიანს, ადვილად დაღლა, უღონობა, ცხელება, სიყვითლე შეიძლება იყოს გამოხატული, სახსრების ტკივილი შეიძლება ახლდეს, უმადობა შეიძლება ახლდეს, დაავადებას, გულისრევა, ღებინება, თუმცა ეს ძალიან დაბალ პროცენტში, როგორც უკვე აღვნიშნე, ასე რომ უსიმპტომობა მით უმეტეს არის ძალიან საშიში, იმდენად რამდენადაც ადამიანმა შეიძლება საერთოდ არ იცოდეს, რომ აქვს C ჰეპატიტი, მაგრამ ის იყოს მატარებელიც შეიძლება იყოს და დაავადებულიც შეიძლება იყოს და შეიძლება გვიან გამომჟღავდეს ისე დროს, როცა უკვე თითქმის მოხმარება შეუძლებელია. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა ადამიანმა გაიკეთოს სკრინინგული გამოკვლევა. სკრინინგული გამოკვლევა ნიშნავს ანტისხეულების განსაზღვრას, სეროლოგიული მეთოდია ეს, ანტისხეულების განსაზღვრა ხდება ჩვენს ქვეყანაში, უშუალოდ ჩვენთან კლინიკაში, კახეთი-იონში სკრინინგი არის უფასო. ყველა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მოვიდეს და გაიკეთოს გამოკვლევა პირველ ეტაპზე C ჰეპატიტის ვირუსზე, უпростоრად ანტისხეულებზე. თუმცა ეს გამოკვლევა საბოლოოდ არ ნიშნავს, რომ ადამიანი არის დაინფიცირებული იმ ეტაპზე, როცა კეთდება გამოკვლევა. რადგან ჯერ ერთი ანტისხეულების აღმოჩენა შეიძლება იყოს იმის მაჩვენებელი, რომ ამ ადამიანს ოდესღაც გადაუტანია C ჰეპატიტი, მაგრამ ამ ეტაპზე C ჰეპატიტი არ აქვს. ისე რომ
შემდგომი კვლევა თუ აღმოჩნდა რომ C ჰეპატიტის ანტისხეულები არის დადებითი, საჭიროა შემდგომი კვლევა, რაც უკვე ჩვენთან C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს. გამოკვლევა ძირითადად ხდება პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის მეთოდით, რაოდენობრივი კვლევა კეთდება. ამ რაოდენობრივი კვლევის შედეგი თუ არის დადებითი, ეს ნიშნავს, რომ ადამიანი არის დაავადებული და მას აუცილებლად სჭირდება შემდგომი მკურნალობა. მკურნალობა ჩვენთან ყველანაირი გამოკვლევა, რომ შემდგომ მოხდეს ამ ადამიანის ჩართვა მკურნალობის პროცესში, კეთდება ადგილზე. ადამიანს არსად არ სჭირდება წასვლა კახეთიონის ბაზაზე, ყველანაირი გამოკვლევა კეთდება. ერთადერთი თუ ფიბროსკანი არის საჭირო, ფიბროზის ხარისხის განსაზღვრა, აი იმ შემთხვევაში გზავნით თბილისში. სხვა დანარჩენი გამოკვლევა კეთდება ჩვენთან ადგილზე. ბოლომდე ისმევა ჩვენთან დიაგნოზი და განისაზღვრება უკვე მკურნალობის რეჟიმი. საერთოდ C ჰეპატიტის ვირუსს ახასიათებს აქვს 6 გენოტიპი. საქართველოში 3 გენოტიპი არსებობს C ჰეპატიტის ვირუსის. გენოტიპს თვითონ დაავადების სიმძიმესთან არ აქვს კავშირი, მაგრამ მკურნალობის პროცესსა და მის გამოსავლისთვის აქვს მნიშვნელობა. გენოტიპისა და თვითონ ადამიანის მდგომარეობიდან გამომდინარე, მისი ანალიზების მაჩვენებლებიდან გამომდინარე, ვარჩევთ მკურნალობის რეჟიმს და ვუნიშნავთ შესაბამის მკურნალობის რეჟიმს ადამიანს. საქართველოში 2014 წლიდან სასჯელ აღსრულების დაწესებულებაში, ხოლო უკვე საყოველთაოდ ხელმისაწვდომი ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში მკურნალობა გახდა 2015 წლის აპრილიდან. ისე რომ ნებისმიერ ადამიანს, ვისაც აქვს C ჰეპატიტი, შეუძლია ჩაერთოს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში მკურნალობის დასრულებამდე და გაჯანსაღებამდე, რა თქმა უნდა. მკურნალობა მიმდინარეობს ძირითადად მედიკამენტით, ჰარვონით, არის კიდევ სხვა წამლებიც, რომლებიც პარალელურად იხმარება რიბავირინი, მაგალითად ან ინტერფერონი, შესაბამისად რა რეჟიმიც სჭირდება კონკრეტულად ადამიანს. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ გამოკვლევები მართალია თანადაფინანსებით მიმდინარეობს ჩვენთან კლინიკაში და საერთოდ საქართველოში ერთი პროგრამა მუშაობს, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა. სახელმწიფოსგან თანადაფინანსებით ხდება ყველა გამოკვლევა, სოციალურად დაუცველი პირებისთვის 70% სიხდის სახელმწიფო 30%-ის გადახდა უწევს ადამიანს, ხოლო საყოველთაო დაზღვეული ადამიანებისთვის გადასახადი არის 30% თვითონ ადამიანის მიერ, ხოლო სახელმწიფო უпростоროდ 70% იხდის ადამიანი, 30% იხდის სახელმწიფო. ეს არის მიზერული თანხა იმასთან შედარებით, ვიდრე ახლავს ის სიკეთე ამ მკურნალობის შედეგს, რაც C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას ჰქვია. თვითონ ის მედიკამენტი, რასაც მედიკამენტები, რითაც ჩვენ მერე მკურნალობთ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში, არის უძვირესი. ძალიან ძვირადღირებული, ძალიან უზომოდ ძვირადღირებული. ისე რომ ალბათ თავისი საკუთარი ხარჯებით 1% საქართველოს მოქალაქეების ვერ შეძლებდა ამ მკურნალობას. მიუხედავად ამისა, მკურნალობა საქართველოში არის უფასო. ამერიკის კომპანია გილიადსა და საქართველოს მთავრობას შორის დაიდო ხელშეკრულება და მათგან ხდება ამ მედიკამენტების მოწვდა და ამ ძვირადღირებული მედიკამენტების გამოყენება საქართველოში. ეს საცდელი პრეპარატია და არ არის საცდელი პრეპარატი. საქართველოში არა, არანაირი საცდელი პრეპარატია. ეს ამ მედიკამენტებით მკურნალობს მთელი მსოფლიო. არა, გასაგებია, მაგრამ მასიურად ესე მასიურად, კი ბატონო, დიახ, ჩვენთვის არის ძალიან დიდი საჩუქარი. ძალიან დიდი საჩუქარია. არანაირი საცდელი მედიკამენტია. მთელ მსოფლიოში ეს მედიკამენტები
C ჰეპატიტის სამკურნალოდ გამოიყენება. ისე რომ მოუწოდებ მე ჩვენს კახეთის მოსახლეობას, საქართველოს მოსახლეობას, რომ გამოიყენონ ნამდვილად ეს დიდი საჩუქარი, მიზერული თანხების გაღება უწევთ, ნამდვილად მიზერულია ის თანხა, რა თანხის გაღებაც ამ ადამიანებს უწევთ და ჩაიტარონ მკურნალობა, რადგან შედეგი C ჰეპატიტის გართულება ძალიან ცუდია მომავლისთვის. იმიტომ რომ შეიძლება ლეტალური შედეგი დამთავრდეს და რა თქმა უნდა თუ გართულ და ციროზით C ჰეპატიტი თუ გართულ და ციროზ კიბოთი ეს არის ძალიან რთული დაავადებები, რომელთა ბრძოლაც ძალიან რთულია მომავალში. გარდონ თამარ, გასაგებია თქვენ ისევ ცლად ისაუბრეთ დაწყებილი ამ დაავადების სიმპტომებიდან დამთავრებული მის მკურნალობამდე, რომ მე უბრალოდ ხელი არ შეგიშალეთ ისევ ცლად. ფაქტიურად როგორც ლექცია ისე გამოვიდა ჩვენი ტელემაყურებლებისათვის. ეს გასაგებია, რომ ეს ისეთი საკითხია, რომელიც თითოეულმა ჩვენთაგანმა უნდა იცოდეს და თავის ცხოვრებაში უნდა გაითვალისწინოს ეს ყველაფერი და ამიტომ თქვენ სრული საშუალება მოგეცათ იმისა, რომ აბსოლუტურად ყველაფერი წარმოგეჩინოთ. მაგრამ ავტომატურად თითოეულ ჩვენთაგანს გაუჩნდება ის კითხვები, რომელიც თქვენთან უნდა დაისვას, როგორც სპეციალისტთან, რომ თქვენ აღნიშნეთ, რომ ეს არის ვერაგი დაავადება, რომ მიმდინარეობს სიმპტომების გარეშე ფარულად, აქვს რაღაც კლინიკური ნიშნები, რომლებიც თითქმის ყველა დაავადებას ასეთი აქვს: სისუსტე, ორგანიზმის წამოცხელება, უმადობა, ეს ყველაფერი და ამ შემთხვევაში პირველ რიგში თვითონ ჩვენი მოქალაქე, რომელსაც აღნიშნული კლინიკური ნიშნები ექნება, ის არ თulis საჭიროს, რომ მან მაინც და მაინც მიიტანოს ეჭვი, რომ მას აქვს რაღაც ღვიძლის გართულება. ის პირველ რიგში ფიქრობს, რომ ხო არ არის გაცივებული ან სხვა დაავადება, თითქმის ყველა დაავადება ამით იწყება. აი, მაინც კიდევ განსაკუთრებული რა არის ამ შემთხვევაში, რომ პირდაპირ გადაწყვიტოს და მივიდეს იმ სპეციალისტთან, თუნდაც იმ იცით რას ურჩევ მე ჩვენს მოსახლეობას, რომ საერთოდ არ დაელოდონ არანაირ სიმპტომს. არანაირ სიმპტომს არ დაელოდოს ადამიანი მივიდეს და გაიკეთოს სკრინინგი. ჯანმრთელმა ადამიანმა, იმიტომ რომ იმ ადამიანმა, ვისაც შეიძლება თავი გონია ჯანმრთელი, შეიძლება არ არის ჯანმრთელი და შეიძლება ატარებს C ჰეპატიტის ვირუსს, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს რთული დაავადება. ამიტომ, რადგან ჩვენს ქვეყანაში და კონკრეტულად მე ვსაუბრობ კახეთი იონზე, კახეთი იონში არსებობს ეს სიკეთე. სხვაგანაც არის, სხვა კლინიკებში. რა თქმა უნდა, მე ახლა კონკრეტულად ვსაუბრობ კახეთის მოსახლეობისათვის სამოქმედო. დიახ, კახეთის მოსახლეობისათვის, რა თქმა უნდა, სხვაგანაც არის ეს პროგრამა მთელ საქართველოში მუშაობს. მე კონკრეტულად კახეთის მოსახლეობას მოუწოდებ ამ ეტაპზე, როგორც მე ვიცი, მხოლოდ კახეთი იონშია C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა მუშაობს კახეთი იონში. შეუძლიათ რომ ნებისმიერმა ადამიანმა, აი ამას მე ძალიან ხაზგასმით აღნიშნავ და ძალიან უსვავ ხაზს ამას, რომ არ დაედლოდოს არავინ. იმას რომ აი მე საერთო სისუსტე დამეწყოს, მე გავყვითლდე, მე ცხელება მქონდეს და მხოლოდ მაშინ დავიწყო C ჰეპატიტის გამოკვლევა. არ არის ესე. აუცილებლად საჭიროა მივიდეს ყველა ადამიანი, მით უმეტეს რომ ეს არის უფასო და გაიკეთოს გამოკვლევა პირველ ეტაპზე, რაც კეთდება ანტისხეულების. გასაგებია და კიდევ ერთი რომ ჩვენ ვთვლით, რომ საერთოდ ჰეპატიტის 5 სახის ვირუსი არსებობს. ამათში ყველაზე უფრო ყურადსაღები არის C ჰეპატიტი. რა გართულებებს იწვევს ღვიძლში C ჰეპატიტი. მიუხედავად იმისა, რომ ის შემდგომში ალბათ გადადის ციროზში, ესე იგი ღვიძლის სიმსივნეზე და იღუპება. აი ეს სხვა, ეხლა კი ყველაზე უმთავრესია, რომ ის ბოლოს ყალიბდება როგორც ვერაგი და საშიში დაავადების მატარებელი, მაგრამ აი დანარჩენ შემთხვევაში ღვიძლი არის ჩვენი ლაბორატორია ორგანიზმის, რომელიც თითქმის ყველაფერს არეგულირებს ადამიანის თუნდაც კვებითი ვიტამინებიდან დამთავრებული სისხლი და ყველაფერი, მაგრამ რა ზიანდება ძირითადად ისეთი, რომ მივდივართ ციროზამდე და ბოლოს შეიძლება ციროს კიბომდეც მივიდეთ. დიახ.
C ჰეპატიტის ვირუსი ძირითადად აზიანებს ღვიძლს. თუმცა შეუძლია სხვა ორგანოების დაზიანებაც, მაგრამ ეს შედარებით ნაკლებ პროცენტში. აზიანებს ღვიძლის ჰეპატოციტებს, ხდება თანდათან ანთებითი პროცესის საფუძველზე, ფიბროზულად შეცვლა ღვიძლის ქსოვილის, უჯრედების და სწორედ ეს არის ბოლოს გამოსავალი ფიბროზულად შეცვლილი ღვიძლი ციროზამდე მიდის. რაც შეეხება იმას, რომ ციროზი ეს რთული დაავადება, ღვიძლს უამრავი ფუნქცია აქვს. გარდა იმისა, რომ გამოიმუშავებს ნაღველს, რომელიც საკვების მონელებაში იღებს მონაწილეობას, ღვიძლს აქვს ასევე შემადედებელი ნივთიერებების წარმოქმნის უნარი, ღვიძლში ხდება დეტოქსიკაცია მთელი რიგი ტოქსინების, ისე რომ ღვიძლი არის ერთ-ერთი უმთავრესი და ძირითადი ორგანო ჩვენს ორგანიზმში. ასე რომ ღვიძლს ძალიან მოფრთხილება ჭირდება, რომ არ მოხდეს მისი შემდგომი გართულება ციროზამდე არ მისვლა. უნდა გაუფრთხილდეთ. პროფილაქტიკა, შემიძლია ვთქვა, რომ C ჰეპატიტის ვირუსის პროფილაქტიკა აცრისგზით არ არსებობს. ერთადერთი პროფილაქტიკა არის, რაც ვისაუბრე, ის რომ უნდა ჰიგიენური ნორმები იყოს დაცული, სისხლთან შეხება უნდა ნაკლები, მედიკამენტოზური მკურნალობა, C ჰეპატიტის მოგახსენეთ, რომ ეს არის სპეციფიური, რასაც ჩვენთან ვკურნალობთ. სხვა უშუალოდ C ჰეპატიტის ვირუსის საწინააღმდეგო მკურნალობა არ არსებობს. ეს არის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ ახლა კახეთი იონის ბაზაზე C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში. მაგრამ ნუ ახლა თუ არის გართულებები, რა თქმა უნდა, იმას სჭირდება მკურნალობა, ეს უკვე სპეციალისტის პრეროგატივა, ალბათ უნდა მოგვაკითხოს ჩვენ ავადმყოფმა თუ არის უკვე გართულებული შემთხვევები და ისიც საყურადღებოა, რომ C ჰეპატიტის აი ამ ელიმინაციის პროგრამით მკურნალობთ ჩვენ ძირითადად ვირუსს. თუ არის გართულება უკვე იქ არის ციროზი ჩამოყალიბებული. ციროზს მთელი ცხოვრება სჭირდება მერე მკურნალობა. ის რომ C ჰეპატიტის აი ამ ელიმინაციის პროგრამით მკურნალობამ დაასრულოს ესეთი ადამიანის მკურნალობა, ვისაც აქვს უკვე გართულება, ალბათ არ ხდება. ამ ადამიანს, ვისაც უკვე გაურთულდა C ჰეპატიტი ციროზით, მთელი ცხოვრების მანძილზე სჭირდება მეთვალყურეობა, მედიკამენტოზური მკურნალობა, რა თქმა უნდა, არა, ქრონიკულში არა, უკვე გართულებაში და ნუ ძირითადად ქრონიკულშია გადასული C ჰეპატიტი, ვისაც ჩვენ მკურნალობთ, მაგრამ მე ვიცახი, რომ ვისაც უკვე აქვს გართულება. ამ გართულებას უკვე სპეციფიური მედიკამენტოზური მკურნალობა ჭირდება, ალკოგოლის საერთოდ შეზღუდვაც არა, აკრძალვა ზუსტად, ეგ სიტყვა უფრო მიესადაგება ამას. ცხიმიანი საკვების შეზღუდვა ჭირდება ესეთ ადამიანს, ცხოველური ცხიმი თუ მცენარეული? ცხოველური, ძირითადად ცხოველური ცხიმის შეზღუდვა ჭირდება. საერთოდ ახლა მე მინდა ვილაპარაკო უშუალოდ ჩვენი კლინიკის. გასაგებია, თამარ, აქ საკითხი რაზე არის, იცით? ჩვენ უნდა აუხსნათ ჩვენს მოსახლეობას, რომლებიც გულდასმით გისმენენ და ალბათ თითოეული ადგანი გადაწყვეტს იმას, რომ ის თქვერჩევას, რომ შემდგომში ჩაიტაროს სრულყოფილი გამოკვლევა ამ კუთხით, მაგრამ რაშია საქმე, იცით? წარმომავლობა არის საინტერესო. თქვენ ამბობთ, რომ ის არის ვირუსი, რომელიც გადადის სისხლის მეშვეობით პირველ რიგში. აი წარმომავლობა საიდან გადის? შესაძლებელია, რომ ადამიანს, რომელსაც არავითარი შეხება არ ქონია დაინფიცირებულ პიროვნებასთან, მას ჩამოუყალიბდეს აღნიშნული დაავადება. საიდან მოდის მასშტაბ ადამიანში? ეს არის ვირუსი აუცილებლად უნდა მოხდეს ორგანიზმში. გასაგებია, მაგრამ პირველად ვიღაცას გაუხსნა, შემდგომში გავრცელდა. აი ეს წარმომავლობაზე ათაფარაკი. აი ეს მაგას ახლა საიდან გაჩნდა? არა, ხოდა აი ეს არის პირველი, იმიტომ რომ შესაძლებელია რომ მაგრამ აუცილებლად ორგანიზმში უნდა მოხდეს ვირუსი, რომ ის მერე დაავადებად ჩამოყალიბდეს. და ეს მე უკვე ვილაპარაკე, რომ ეს ძირითადად ხდება დაინფიცირებული ადამიანის სისხლის გასაგებია, რომელიც თანამედროვე ცივილიზაციის პირობებში გავრცელდა, იმიტომ რომ თქვენაც ჩამოთვალეთ, რომ ის არის თქვა
ქალთა საპარიკმა ხეროები, რომ კოსმეტოლოგები, რომ სტომატოლოგები, თუნდაც იგივე ტატუირების სპეციალისტები რომ მიდიან, ეს გასაგებია და განსაკუთრებით კი ეს გავრცელდა ნარკომანები, რომლებიც მოიხმარენ ინექციით ნარკოტიკებს. და აქედან გამომდინარე, კი, ეს ყველაფერი ჩვენ მოვაწესრიგეთ, მაგრამ არის კიდევ სხვა გზა იმისა, რომ შესაძლებელია რომ ეს გაგრძელდეს და განვითარდეს, გარდა იმისა, თქვენაც ჩამოთვალეთ, რომ შესაძლებელია სექსუალური გზით არ რაღაცა თუ იქ იქნება ისეთი ეს არის სხვა გზა, სხვა არ ვიცი თქვენ რას მეკითხებით, სისხლის გზით ხდება გავრცელება. უნდა მოხდეს აუცილებლად დაინფიცირებული ადამიანის სისხლი ადამიანის. არა, სხვანაირად არ მოხდება. თუმცა თქვენ ალბათ ის გინდათ აგიხსნათ, რომ ხო არ ხდება ესე ჰაერწვეთოვანი გზით მისი გავრცელება. არ ხდება. ძირითადად ეგ არ ხდება. თუმცა მცირე პროცენტში როგორც უკვე გითხარით, თუ სისხლი არის მოხვედრილი გამონაყოფებში ან შარდში, ან აი ამ გზითაც შეიძლება გავრცელდეს, მაგრამ სხვა ესე კოცნით, ხელის ჩამორთმევით, აი ამ გზით არ ხდება ვირუსის გავრცელება. და ეხლა რა შეასაქმეთ, იცით, თქვენ ჩამოთვალეთ მკურნალობის სხვადასხვა მეთოდები და აღნიშნეთ, რომ შესაძლებელია გარკვეული პერიოდი, გარკვეული კატეგორია ხალხის არ დაემორჩილოს მკურნალობას. და დადგეს ლეტალური შედეგი. მაგრამ აი თუ არის მკურნალობას არ გართულებული შემთხვევებზე ვისაუბრე, სადაც რომ შემდგომში შესაძლებელია აი რამდენად წარმატებული იქნება და რამდენად მისაღები იქნება ის რომ როგორც ახლა დაინერგა ფართოდ ღვიძლის ტრანსპლანტაცია. ამ შემთხვევაში წარმატებული არის რომ ჩვენ და ამ შემთხვევაში არის წარმატებული რომ C ჰეპატიტის დროს შესაძლებელია რომ კაცმა გაიგეთოს თუ არა. თუ არის გართულება ღვიძლის ციროზი ისე რომ ღვიძლი ვერ ფუნქციონირებს, რა თქმა უნდა შესაძლებელია. უშუალოდ თუ არ არის ღვიძლში გართულება, იმას ტრანსპლანტაცია არ ჭირდება. იმას ჭირდება ის მკურნალობა, რაზეც მე ვისაუბრე. მაგრამ თუ არის უკვე გართულება, თუ დროებით სიცოცხლეს უხანგრძლივებთ? არა, გაჯანსაღებით თავდება, აბსოლუტურად გაჯანსაღებით თავდება. ჩვენ აი ზუსტად მაგაზე მინდა ვისაუბრო, რომ ჩვენც უკვე გვაქვს პატარა გამოცდილება, დაახლოებით იანვრიდან მკურნალობთ ჩვენ უკვე ადამიანებს. ჩვენს კლინიკაში მკურნალობა გაიარა დაახლოებით მიდის უფრო სწორად დასრულებით, ყველას არ დაუსრულებია 97 ადამიანი მკურნალობს უკვე ჩვენთან. მათგან 22 ადამიანმა მედიკამენტის მიღება დაასრულა. მედიკამენტის მიღების დასრულების შემდეგ 12 კვირის მერე ხდება აი პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის მეთოდით განსაზღვრა ვირუსის, C ჰეპატიტის ვირუსის რაოდენობრივი მეთოდია ეს და თუ არაგანსაზღვრადი იქნება და მე მჯერა რომ იქნება არაგანსაზღვრადი, ითვლება რომ დაავადება გაჯანსაღებით დასრულდა და ეს არის უკვე მყარი ვირუსული პასუხი. მყარი ვირუსული პასუხი. ამ ეტაპზე ჩვენ მკურნალობის პროცესში 4 კვირის შემდეგ აი იმ ადამიანებს, ვინც დაასრულეს 12 კვირის შემდეგაც გაუკეთეთ ის პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის მეთოდით რაოდენობრივი განსაზღვრა ვირუსის და თითქმის ყველა შემთხვევაში ამ 22 ადამიანთან აღმოჩნდა, რომ არაგანსაზღვრადია ვირუსი. ესე იგი, პირველ ეტაპზე ითვლება, რომ მკურნალობა გაჯანსაღებით დასრულდა, თუმცა საბოლოო პასუხი ჩვენ გვეცოდინება უკვე, როცა თითოეული ადამიანის მედიკამენტის მიღებიდან 12 კვირის მერე ჩვენ გავაკეთებთ კიდევ აი მაგ გამოკვლევას, რაზეც მე ვსაუბრობ. ისე რომ ამ 97 ადამიანს ყველას ერთი თვის თავზე გაუკეთდათ ეგ გამოკვლევა და უმეტესობაში კი არა, თითქმის 95%-ში უკვე განულებულია ვირუსის რაოდენობა. და მანდ ახლა როგორ ხდება თქვენი მკურნალობის პერიოდში ეს ვირუსი მთლიანად თქვენ აღნიშნეთ, რომ განულდება, მაგრამ მთლიანად გადის ორგანიზმიდან თუ დაკონსერვდება და ის უკვე უსაფრთხო ხდება? არა, დაკონსერვდება არა. ნუ ეს ხდება დაღუპვა, რა თქმა უნდა. იღუპება და გადის. ხო. ეხლა კაპიტონთან ჩვენი საეთერო დრო კი იწურება, თქვენ ძალიან კარგად ისაუბრეთ თითქმის ყველა სფეროს შეეხეთ მასთან დაკავშირებით და ალბათ ვისაც ჯერ კიდევ არ აქვს გადაწყვეტილი რომ თავისთავი გაიკონტროლოს, შეიმოწმოს ამ გადაცემის საუბრის შემდგომ შესაძლებელია რომ ის ნიშნულოვანია ბატონო ნოდარ ეს რომ ზუსტად ტელევიზიიდან
პრესიდან იყოს მოსახლეობისთვის ეს ინფორმაცია მიწვდილი, უმეტესობამ შეიძლება არც იცის, რომ არსებობს აი ეს სიკეთე. ამაზე უნდა ნამდვილად ვილაპარაკოთ ძალიან ხშირად, რომ მთელი კახეთის მოსახლეობა, მე მაქვს კახეთის მოსახლეობაზე საუბარი, მოვიდეს ჩვენთან კლინიკაში და გამოიყენოს ეს ძალიან დიდი სიკეთე. გასაგებია და აქედან გამომდინარე ჩვენ თქვენი საუბრიდან გამომდინარე თქვენ სად შეეხეთ ამ ყველაფერს მაინც თქვენი აზრით გადახედეთ თქვენს ამ მდგომარეობას რომ რა კიდევ ხომ არ გამოგჩა ისეთი რომ კიდევ აუხსნათ მათ გვაქვს იმის დრო რომ კიდევ ერთხელ განუმარტოთ ის რომ როგორ მოიქცეს რა გააკეთოს ვისთან მივიდეს ადგილზე ოჯახის ექიმიდან დაიწყოს და რა გააკეთოს საერთოდ რომ აი ამ შემთხვევაში არ ჭირდებათ ოჯახის ექიმი. პირდაპირ შეუძლიათ მოაკითხონ ჩვენს კლინიკას. მომართვიანობის გარეშე. ყოველგვარი მომართვიანობის გარეშე, ყოველგვარი მომართვიანობის, ყოველგვარი ანაზღაურების და გადახდის გარეშე შეუძლიათ მოაკითხონ ჩვენს კლინიკას. მხოლოდ დარეგისტრირება იქნება საჭირო, სისხლის აღება და მათ უკვე ეცოდინებათ შემდგომი კვლევები სჭირდებათ თუ არა C ჰეპატიტის გამოკვლევის მიზნით. ისე რომ ჩვენ ამისი ძალიან ფართო საშუალება გვაქვს ჩვენთან რომ ყველა ადამიანი გამოვიკვლიოთ ბოლომდე. ისე რომ გართულება იქ თუ შემდგომი მკურნალობა ჭირდება თუ რა მეთოდით ჭირდება მკურნალობა, ამას ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ადგილზე. და ბოლოს რას უსურვებთ ტელეეკრანიდან ჩვენს განსაკუთრებით ქალებს, მაყურებლებს, რომლებიც დიდი გულისყურით გისმენთ თქვენ და საერთოდ ჩვენს გადაცემას. ვუსურვებ ყველას რომ იყვნენ ჯანმრთელები. ჯანმრთელები რომ იყვნენ, ამისთვის სჭირდებათ აუცილებლად გამოკვლევები. გამოკვლევებისთვის მოაკითხონ ჩვენს კლინიკას. ჩვენ გვაქვს ამისი ძალიან დიდი საშუალება, რომ მოვეხმაროთ მათ გაჯანსაღების პროცესში. დიდი მადლობა. მადლობა ტელემაყურებლებო. მინდა შეგახსენოთ რომ დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი ბრძანდებოდა ფრანგულ-ქართული სამედიცინო ცენტრის ექიმი ქალბატონი თამარ მეციაშვილი. დიდი მადლობა აქ მობრძანებისათვის ქალბატონ თამარ. საინტერესო საუბრისათვის ეს ისეთი თემაა რომ თვითონმა ჩვენთაგანმა უნდა გააცნობიეროს რომ მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა დამოკიდებული არის თუ როგორ გაუფრთხილება თავისი ორგანოს ნებისმიერს. და ამიტომ ჩვენ გვინდა რომ ეს გადაცემები მიმართული იყოს იმ კუთხით რომ ექიმის რჩევა, ექიმის დარიგება თვითონმა ჩვენთაგანმა თავის ცხოვრების ყოველდღიურ ნაწილად აქციოს და ის ყოველთვის იქნება ჯანმრთელი და წარმატებული. მინდა თქვენთან ერთად დავუშვიდობოთ ჩვენს ტელემაყურებლებს, კარგად ბრძანდებოდეთ, მომავალ შეხვედრამდე.